მოკლედ ესე იგი ცოდვით დავიწვი რა, კობახიძის ცოდვით დავიწვი რა. ესე იგი ტიპი ჩავიდა თურქმენეთში რაღაც მშვიდობის ფორუმზე, სადაც მისი იდეური მამიკო იმყოფებოდა და ამ იდეურმა მამიკომ თავის იდეურ ნაბიჯვარს ზედაც არ შეხედა. თან რის ფონზე? მაშინ, როდესაც ესენი ყველანაირად ცდილობენ, რომ რუსეთს რამენაირად ასიამოვნონ და ამის გამო აზერბაიჯანი გადაინტერეს, პრაქტიკულად წარმოიდგინეთ, რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით აქ აზერბაიჯანულ ტვირთებს უქმნიან ბარიერებს, იმისათვის რომ შეაფერხონ მაქსიმალურად, რაზეც პირდაპირ ალიევმა განაცხადა, რომ ისო რა ქვია, თბილისიო ბაქოს ნერვებს ცდისო, წარმოიდგენიათ ეს პრეზიდენტიდან რამხელა სიტყვებია და ამის ფონზე, როდესაც ესენი ყველანაირად შიგნით გარეთ ყველაფერს ხო გადაუარეს რა, აი შიგნით საკუთარ ხალხს გადაუარეს, გარეთ საკუთარ იმიჯს გადაუარეს, ყველაფერს გადაუარეს და რა მიიღეს? არაფერი, ტიპმა ზედარ შეაფურთხა შენს ყობახას რა. ხო და ნახეთ რა მინდა გითხრათ ახლა საკუთარ სამშობლოში ხომ არავის არ უყვარხართ. ეხლა რომ მოფრინავთ რაღაც იმ მარგინალურ ემებში, რა ქვია, სასტავებთან, ეგ ვერაფერი შვილია. ცივილიზებული სამყარო თქვენ არ ღებულობთ. ხო და ძალიან მოვა დრო, რომ არც აქ გექნებათ გაჩერების უფლება და არც იქ მიგიღებენ რა, როგორც იმ ცნობილ ქართულ სახალისო ვიდეოშია. ასე რომ აი ეს მომავალი გეჭყანებათ თქვენ, არც აქ დაგედგომებოდეთ იქნება და არც იქ მიგიღებენ. Bye bye.